გამარჯობა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. კიდევ ერთი პანკისელი მსხვერპლი სირიაში საბრძოლო მოქმედებებს 25 წლის მუხმად ბაღაკაშვილი ემსხვერპლა. შევიტყეს ამბავი. ისე მაუხტარე სამეგრელოს ამბავი. ინციდენტი წინანდალში სუპერმარკეტში სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. დაშავებულია ქალბატონი, დამტრეულია ინვენტარი, პროდუქტი კი დაზიანებულია. დეტალები რამდენიმე წუთში. შემოცვიდნენ და დაიწყო ეგარი. ერთწლიანი დავა დასრულდა ჭანდრის საბავშვო ბაგაბაღის მენეჯერის სამსახურიდან გათავისუფლება ბაღების გაერთიანებას 2500 ლარი დაუჯდა, რაზე მორიგდნენ დაპირისპირებული მხარეები. დაწუნებულები იყვნენ, რომ დააგებდნენ სხვა შემთხვევაში. მიუძებდა სამედაც ლარს არ გადაუხსნიდნენ არავის. ეს საქმე დამთავრდა მორიგებით, აქ გამარჯვებული და მარცხებული არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება. სასკოლო ექსკურსიების ახალი პროგრამა. სექტემბრიდან სკოლებში გასვლითი გაკვეთილები ჩატარდება. რას გულისხმობს და როგორ აფასებენ პედაგოგები მინისტრის ახალ ინიციატივას. ექსკურსიის ფორმები მართლაც დასახვეწეა, იმიტომ რომ რაღაც სხვანაირი არასასურველი სახე მიიღო. სასკოლო ექსკურსია უნდა გახდეს ორგანიზებული მეთოდი განათლების მიმართულებით. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო გამოშვების განმეორებით ნახვა ხვალ დილის 10 საათზე შეგეძლებათ. ასევე გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com, ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ტელეკომპანია გურჯაანი, გვიყურეთ სიგნეზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა გავრცელებული ინფორმაციით საბრძოლო მოქმედებებს სოფელ ქორეთში მცხოვრები 25 წლის მუხმად ბაღაკაშვილი ემსხვერპლა. ის ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძოდა. ცნობას ოჯახის წევრებიც ადასტურებენ, მათ ეს ინფორმაცია პანკისიდან სირიაში საბრძოლოულად წასულმა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ტელეფონით შეატყობინა. მუხმად ბაღაკაშვილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. შევიტყეს ამბავი. ისე მაუხტარე სამეგრელოს ამბავი. რასაც მოხდა ეს ამბავი. ცხოვრობდა ცოლშვილიც იქ ახავდა და იქაც ცხოვრობდა და 7 წელი 8 წელი იყო წასული იყო აქეთ. და ბომბის დროს ქვეშ მოხმან შიგ სახში ყოფილა. გადასტურდა, რომ ნამდვილად დაიღუპა. აქაურები არიან სოფელ ლუისიდან საცხოვრებლად გადასულია დედმამა ქორეთში. ქორეთიდან წასულია ეს ბიჭი 5 წელია სირიაში. იქ დაოჯახდა დაღესტნელი ლეკის გოგო ყოლია ცოლად, 2 შვილი. 5 წელია იქ ცხოვრობდა. ნამდვილად დადასტურდა, რომ ერთი კვირის წინ არის დაღუპული. დამტრეული ინვენტარი და დაზიანებული პროდუქტი ინციდენტი სოფელ წინანდალში წუხელ მოხდა. სუპერმარკეტის მეპატრონის ალექსანდრე მესხიშვილის ინფორმაციით რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა სასოსათო პროდუქტის მოპარვას სცადა, რაზეც მათ შენიშვნა მისცა. სწორედ ამ დროს დაიწყო დაპირისპირება. მამაკაცებმა მაღაზიის მეპატრონეს და მის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაზარალებულების ინფორმაციით მამაკაცები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები. ისინი პოლიციის ეკიპაჟის მოსვლამდე მიიმალნენ. ნაცემი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით ქურდობის ფაქტი არ ფიქსირდება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლით ხულიგნობის ფაქტზე აღიძრა. ინციდენტში მონაწილე ყველა პირი დადგენილია. კითხვაზე არიან თუ არა დაკავებულები, გვიპასუხეს, რომ ამას გამოძიება გადაწყვეტს. კამერებში უყურებით რა მოხდა. შემოცვიდნენ და დაიწყო ეგარი. რაღაც აიღო ერთ-ერთმა და შენიშნა რომ მისცეს იმაზე ატყდა ეს ყველა. დუბიგებით იყვნენ. შემოცვიდნენ და არ ვიცი რამდენი იყვნენ, ვინ იყვნენ, რა იყვნენ, აზრზე არა ვარ. აგერ პოლიცია, მაგათი საქმეა ეგ, გამოძიება, ვინ არიან, რებიან, დაადგინონ მაგათ. ერთწლიანი დავა დასრულდა ჭანდრის საბავშვო ბაგაბაღის მენეჯერის სამსახურიდან გათავისუფლება ბაღების გაერთიანებას 2500 ლარი დაუჯდა. რამდენიმე თვის წინ სასამართლო მარიკა ბიღიაშვილისთვის გამოცხადებული საყვედური ბათილად სცნო. ამჯერად კი მეორე სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების გაუქმების მოთხოვნას ეხებოდა, მხარეები მორიგდნენ. საქმის დეტალებს ნინო სამნიაშვილი გაგვაცნობს.
ჭანდრის ბაღის მენეჯერის გათავისუფლება გურჯაანის ბაგა-ბაღების გაერთიანებას 2500 ლარი დაუჭდა. მარიკა ბიღიაშვილმა ჯერ კიდევ 1 წლის წინ მიმართა სასამართლოს 2 საჩევრით. პირველი იგი მოითხოვდა სამსახურში აღდგენას და მეორე გამოცხადებული სასტიკი საყვედურის შესახებ ბრძანების გაუქმებას. სასამართლო მართლაც დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა საყვედური გაუბათილეს, რაც შეეხება სამსახურში აღდგენას ამ საკითხთან დაკავშირებით მხარეები შეთანხმდნენ და მარიკა ბიღიაშვილს გურჯაანის ბაგა-ბაღების გაერთიანება სამსახურში აღდგენის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 2000 ლარს გადაუხდის. მისი ადვოკატი გიორგი სიბაშვილია და მან ამ საკითხზე სატელეფონო კომენტარი გააკეთა. ერთი წელია ეს საქმე წინ და უკან დადის სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციიდან მეორედან პირველში, იმიტომ რომ მათ შესაძლებელი წარდგენის ვადა ჰქონდათ გაშვებული. ან უთხარით რომ დაახლოებით ის თანხა რომელიც ჩვენ გვექნოდა, შეიძლება სრულად არა, მაგრამ დაახლოებით გადაგვიხადეთ და ჩვენ უარს ვიტყვით იმ 300 ლარიან ხელფასზე. დარწმუნებული ვიყავით რომ ამ საქმეს მოვიგებდით და ისინიც დარწმუნებულები იყვნენ რომ წააგებდნენ სხვა შემთხვევაში ბიუჯეტიდან 3000 ლარს არ გადაუხდიდნენ არავის. გურჯაანის ბაგა-ბაღების გაერთიანება საკუთარი ბიუჯეტიდან მოუწევს გათავისუფლებული თანამშრომლისთვის 2500 ლარის გადარიცხვა. პროცესის დაწყებამდე ორივე მხარე მოსარჩელი და მოპასუხე ასე ვთქვათ მორიგების აქტი გავაფორმეთ. 14 თვე გავიდა უკვე რაც მარინა ბიღიაშვილი განთავისუფლებულია, მას წესით განაცდური ეკუთვნა 5600 რაღაცა ლარის ფარგლებში, თუმცა მორიგების შედეგად გაერთიანება მას გადაუხდის მხოლოდ 2000 ლარს. 2500-ია დარიცხული, 500 წავა სახელმწიფო ბიუჯეტში და 2000 ლარი ექნება მას ხელზე ასაღები. ეს საქმე დამთავრდა მორიგებით, აქ გამარჯვებული დამარცხებული არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე საკმაოდ დიდია. ჭანდის ბაგა-ბაღების ყოფილი მენეჯერის მარიკა ბიღიაშვილის განცხადებით, მას ტუალეტის, ქაღალდის და სხვა საოფისე ინვენტარის მოპარვას აბრალებდნენ. რეალურად კი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნი დაითხოვეს, რასაც ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ლელა თევდორაშვილი კატეგორიულად უარყოფს. საბოლოოდ კი ბაღების გაერთიანებას გათავისუფლებული თანამშრომლისთვის 2500 ლარის გარდა, ასევე 1150 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოუწია. კახეთის რეგიონში 200 კილომეტრამდე გზის მოდერნიზებისათვის საპროექტო სამუშაოები იწყება. საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე თევდორაძემ და აეკომის წარმომადგენლებმა ფიელ შატო ლორტიმ და სტეფან მორდმა მოაწერეს. აღნიშნული კომპანია თბილისი, ბაკურციხისა და წნორი-ლაგოდეხის 120 კილომეტრიანი საავტომობილო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტაციასა და თბილისის საგარეჯოს და საგარეჯო ბაკურციხის 80 კილომეტრიანი საავტომობილო გზის განახლებისთვის დეტალურ საპროექტო დოკუმენტაციას მოამზადებს. საპროექტო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 2.514.704 евро და 3.124.683 ლარში ადგენს. პროექტირების ვადა 2017-2018 წლებია. სამუშაოებს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. საპროექტო სამუშაოები და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა გაგეგმილია თბილისიდან ბაკურციხემდე და წნორიდან ლაგოდეხამდე. ხოლო ამ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შემდეგ საპროექტო სამუშაოები ჩატარდება უკვე თბილისიდან ბაკურციხემდე. ეს არის ის მონაკვეთები, რომლებზეც იქნება ჩატარებული სამუშაოები. კომპანია, რომელსაც გაფორმდა ხელშეკრულება არის აეკომი. დაახლოებით ლარში რო გადავიანგარიშოთ სადღაც 9 მილიონი არის მათი კონტრაქტის ღირებულება. განათლების მინისტრის ახალი ინიციატივა, ახალი სასწავლო წრიდან სასკოლო ექსკურსიების ახალი პროგრამა დაინერგება და მოსწავლეებს ასაკის შესაბამისად გასვლითი გაკვეთილები ჩაუტარდებათ. კონკრეტულ ადგილს კი პედაგოგიის სამინისტროს მიერ შედგენილი კატალოგიდან შეარჩევს. რას გულისხმობს და როგორ აფასებენ პედაგოგები მოსალოდნელ სიახლეს, გიორგი ბაღანაშვილის სიუჟეტიდან შეითხოვთ. სასწავლო წლის დასრულებასთან ერთად საჯარო სკოლებში საექსკურსიო მარშრუტი აქტიურად იგეგმება. სადწავლენ მოსწავლეები ექსკურსიაზე, ამას მათთან ერთად მშობლები და პედაგოგები გეგმავენ. თუმცა სექტემბრიდან სკოლებში ახალი პროგრამა დაინერგება, რაც ამ მიმართულებას უფრო გაამრავალფეროვნებს. განათლების მინისტრის განმარტებით იგი გასვლითი გაკვეთილების ფორმას მიიღებს და შემეცნებითი დატვირთვა ექნება. საკითხზე სამინისტროში მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. უკვე დაწყებულია სპეციალური კატალოგის შექმნაც, სადაც კონკრეტული ადგილები იქნება მითითებული, თუსაც შეიძლება წავიდნენ მოსწავლეები ამა თუ იმ ასაკში. გასვლით გაკვეთილებში პედაგოგები დამატებით ანაზღაურებასაც მიიღებენ.
ექსკურსია ეს არის სასწავლო სამხსნელო მუშაობის მთავარი ფორმის, ანუ გაკვეთილის დამხმარე ფორმა. ექსკურსია რომ საგაკვეთილო პროცესის ერთ-ერთი დამხმარე საშუალებაა, ამაზე პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი ელდინო ჯანგულაშვილი გვესაუბრება. თუმცა მისი განმარტებით ბოლო პერიოდში სასკოლო ექსკურსიებმა სახე შეიცვალა და დღეისათვის მისი ფორმები დასახვეწია. ამიტომ პედაგოგი მინისტრის ახალ ინიციატივას დადებითად აფასებს. ექსკურსიის ფორმა, როგორც ასეთი, აუცილებლად გამოსაყენებელია იმ და ასაკის მიხედვით, რა ასაკშიც ესა თუ ის ბავშვები სწავლობენ. როგორ შეიძლება წავიყვანოთ ახლა ქუთაისში, თქვათ. პირველი, მეორე კლასი მე გინდათ მეოთხე კლასის მოსწავლე. როდესაც ჯერ ჩვენი მხარი არ შეგვისწავლია. ექსკურსიის ფორმები მართლაც დასახვეწეა, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს კი არა დიდი ხანია უკვე რაღაც სხვანაირი არასასურველი სახე მიიღო. სასკოლო ექსკურსიების ახალი პროგრამა მოსწონთ გურჯაანის მეორე საჯარო სკოლაშიც. მათი განმარტებით ყოველწლიურად ცდილობენ რომ ექსკურსიები ბავშვების ასაკის შესაბამისად დაგეგმონ. კატალოგი კი რომელიც სპეციალურად ამ პროგრამისათვის იქნება, ამაში კიდევ უფრო დაეხმარებათ. რა თქმა უნდა, მომავალში ეს კატალოგი, რომლის დამუშავებაც ხდება, უფრო მეტად დაგვეხმარება ჩვენ მარშრუტების შერჩევაში და ვფიქრობთ ყველა პედაგოგი, რომ აუცილებლად ექსკურსია უნდა იყოს შემეცნებითი და რომ სასკოლო ექსკურსია უნდა გახდეს ორგანიზებული მეთოდი განათლების მიმართულებით. რა ობიექტები შევა კატალოგში, როგორ ფორმას მიიღებს ექსკურსიები და რამდენად საინტერესო იქნება ეს მოსწავლეებისათვის სექტემბერში გახდება ცნობილი. სასწავლო წლის დასრულებამდე კი ბავშვები კვლავ ტრადიციულ ექსკურსიებზე გაემგზავრებიან. ანტისტიგმა საკომუნიკაციო კამპანია დაინახე ყველაფერი თელავში. ნადიკვრის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და აქტივისტურმა ჯგუფებმა გასართობი ეკოაქტივობა წარმოადგინეს და ხელნაკეთი და მეორადი ნივთების გამოფენა გაყიდვა მოაწყეს. ამავე ტერიტორიაზე გაიმართა ცნობიერების სასამაღლებელი სახალისო აქტივობა, რაც განსხვავებულ შესაძლებლობებსა და იმ მითებსა და რეალობას უკავშირდება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან არის დაკავშირებული. გამოფენის დასრულების შემდეგ კი ქალაქში მხიარული მსვლელობა გაიმართა, რომელიც კულტურისა და დასვენების პარკიდან დაიწყო და თელავის ცენტრალური მოედნის გავლით საწყის პოზიციაზე დასრულდა. კამპანია დაინახე ყველაფერი გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით და ევროკავშირის და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით ჩატარდა. ამ ღონისძიების იდეა დაიბადა ჩვენს ერთ-ერთ შეხვედრაზე. ინიციატორი არის თელავის ეკოკლუბი და მათ განახორციელეს და გვაჩუქეს ესეთი ლამაზი დღე. დღეს მოეწყო გამოფენა გაყიდვა ნივთებისა, უკვე გამოყენებული ნივთებისა, რომელსაც ახალი სიცოცხლე მიეცა და ამით ჩვენ გვინდა გავუკეთოთ ნარჩენების ხელმეორედ გამოყენების პოპულარიზაციას. შევუწყოთ ამ მმართველობას ხელი. დღეს აქციაზე მოვედი, აქცია რომელსაც ქვია მსოფლიოს გარემოდათვის აქცია. შევერთდი ამ აქციას ჩემს მეგობრებთან ერთად, აუღნიშნეთ და საზოგადოებას მოვუწოდეთ ამ აქციით, რომ გავუფრთხილდეთ გარემოს და განსხვავებულ მრავალფეროვნებას. ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ხალხური სიმღერისა და გალობის სკოლამ, რომელიც დედოფლის წყაროში 3 წელი აფუნქციონირებს, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში საანგარიშო კონცერტი გამართა. საღამოს ჰამლეტ გონაშვილის შვილები ოჯახებით დაესწრნენ. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ სკოლამ საგუნდო კოლექტივების მესამე ეროვნულ კონკურსში 2 ოქროს, 1 კი ბრინჯაოს медаლი მოიპოვა და ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა. კონკურსზე ძალიან დიდ შედეგებს მიაღწიეს ბიჭებმა უფროს კლასეთა კატეგორიაში. მათ აჯობეს აბსოლუტურად ყველას, ეს გამოვიდა და დაიმსახურეს ოქროს медаლი თან 2. ერთი ხალხური სიმღერის კატეგორიაში და ერთი გალობის კატეგორიაში. ეს საქართველოს ეროვნული კონკურსი, რომელიც სტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ძალიან სასიამოვნო არის, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა ჰამლეტის ტრაგიკული გარდაცვალებიდან, მისი სახელი კიდე ახსოვს ქართულ ხალხს და მის სახელზე და მის სიმღერებზე სკოლები იქნება, მუზეუმები იქნება, ბავშვები იზრდება სხვა ყველაფერი. გამოშვებას რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ.
თბილის თანამედროვე სტანდარტების კიდევ ერთი სამკურნალო დაწესებულება შეემატა აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის მრავალპროფილური უახლოესი აპარატურით აღჭურვილი კლინიკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გახსნა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ჰოსპიტალი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად ავითარებს დღეს ჯანდაცვის სფეროს, ვინაიდან ეს არის ის პარტნიორობა, რომელმაც მოგცა ის მოდელი, სადაც ყველა ადამიანს აქვს გარანტირებული ჯანდაცვა სახელმწიფოს მხრიდან. ამიტომ კიდევ ერთხელ გილოცავთ, ეს არის ევრობანკთან ერთად განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტი, 15 მილიონი ლარის ინვესტიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია. სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის ჯასტინ მარკეზის მითს უმასპინძლა. გაცნობიტი ხასიათის შეხვედრაზე კახა კახიშვილმა ჯასტინ მარკეზის მითს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის სისტემაში განხორციელებული მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. დიდი პატივი იყო მინისტრთან შეხვედრა და განხორციელებულ რეფორმებზე ინფორმაციის მიღება. როგორც შეხვედრაზე აღვნიშნე, ჯერა რომ საზოგადოებაზე მის ღირებულებებზე მეტყველებს ის თუ როგორ ექცევა ქვეყანას ჯავდებულებს. გილოცავთ საჭირო რეფორმების გატარებას, რომელსაც პოზიტიური გავლენა ჰქონდა პენიტენციურ სისტემაზე. შევთანხმდით თანამშრომლობის გააქტიურებაზე. ჟურნალისტებმა მათი კოლეგის αφგან მუხთარლის მხარდასაჭერად პარლამენტში აქცია გამართეს. მათ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მოულოდნელად და თავზე ტომბრები ჩამოიცვეს. ტექნიკურად გაუმართავი მანქანები და მძღოლები, რომელთა ჯანმრთელობას არავინ აკონტროლებს. საქალაქთა შორის მგზავრობა მოქალაქეებს წლებია ამ პირობებით უწევთ. სფერო 2005 წლის შემდეგ არც რეგულირებას ეკომდებარება და აღარც კონტროლს. კანონპროექტი, რომელსაც სისტემა მონიტორინგის ქვეშ უნდა მოექცია, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში 2015 წელს შემუშავდა და მას ეუწყების წარმომადგენელი გვესაუბრებოდა. ზუსტად კანონში, რომელიც ითვალისწინებს ოპერატიული კონტროლის მინიჭების უფლებას, ეს არის გათვალისწინებული, ასევე არის გათვალისწინებული აბსოლუტურად ახალი მიდგომა გადამზიდველის მიმართ, ახალი პასუხისმგებლობა ავტოსადგურების მიმართ, დაწესებული არის ავტოსადგურის ტექნიკური ახალი კვალიფიკაციები. აღნიშნული ინტერვიუდან 1 წლის შემდეგ ჩვენ დავინტერესდით, რა ბედი ეწია კანონპროექტს, რომელსაც მგზავრთა უსაფრთხოება უნდა უზრუნველყო. დოკუმენტი კვლავ უცვლო სტადიაში დაგხვდა. წარდგენილია ახლა სამინისტროში შესაბამისი პროცედურების გასავლელად. როგორც მაქვს 1 წლის წინ, როდესაც ჩვენ აქ ვიყავით, ბატონმა ზაზამაც მოგვახსენა, რომ კანონპროექტი შემუშავებული იყო და გადაგზავნილი იყო უწყებებში განსახილულად. ანუ ასე რომ ვთქვათ, ნაბიჯი, არც ერთი ნაბიჯი განხორციელების და ამოქმედების მხრივ არ გადადგმულა ამ 1 წლის. არა, პერიოდის განმავლობაში თქვენ როგორც იცით, ჩვენ ხელმოაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას, კიდევ იმ პერიოდში რაღაც ჩვენ დაგვევალა იმ ასოცირების იმით ეტებში. ემიგრანტთა ასოცირების ხელშეკრულებაში მოთხოვნილი დებულებები ამ კანონპროექტში უკვე ჩადებული იყო. მაშინ ძირითადი მიზეზი რა გახდა, რის გამოც ანუ კანონპროექტი ასე რომ ვთქვათ 1 წლის განმავლობაში იგივე ფაზაში დარჩა. ამას ახლა ვერ გეტყვით. 2015 და 2016 წლების მსგავსად რეგიონულმა აუწყებელთა ასოციაცია საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხით მიმდინარე წელსაც დაინტერესდა. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განგვიცხადეს, რომ კანონპროექტი კვლავ განხილვის სტადიაშია, თუმცა მიზეზების განმარტება ამჯერად არ ისურვეს და ორკვირიანი ლოდინის შემდეგ ინტერვიუზე უარი განგვიცხადეს. პროცესის გაჭიანურებაზე საკუთარი მოსაზრება აქვს არასამთავრობო სექტორის ნაწილში. წლები გადის, მაგრამ არც ერთი ქმედითი ნაბიჯი ამ მიმართულებით არ ითქმება. ანუ რეალურად ჩვენ ვხედავთ არაფუნქციონირებად უმოქმედო უწყებას, რომელიც უბრალოდ
ამ პასუხისმგებლობას გაურბის და ყოველდღიურად ადამიანების სიცოცხლეს აყენებს რისკის ქვეშ. ამ მიმართულებით არ არსებობს პოლიტიკური ნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ კანონის შესვლა ძალაში პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. საბოლოო ჯამში ზარალს განიცდის გზავრი, მისი სიცოცხლე არის პრაქტიკულად იმ ძღოლის ხელში, რომელიც არ არის, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის შემოწმებული, რომელსაც ქცევის ნორმები არ აქვს დაცული და რომლის ტრანსპორტი არ არის გამართული. სწორედ საქალაქთაშორისო მიმოსვლა გახდათ ფონდ პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის კვლევის საგანი, რომელიც ორგანიზაციამ 2016 წლის შემოდგომაზე ჩაატარა. სოციალური ექსპერიმენტის შედეგად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შემდეგი პრობლემები გამოიკვეთა. ტრანსპორტის ტექნიკური გაუმართავობა, გადაჭარბებული სიჩქარე, ძღოლების გადაღლილობა, სახიფათო აგრესიული მანევრირება, მართვისას ტელეფონის გამოყენება, გზავრების გადაჭარბებული რაოდენობის გადაყვანა, უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობა, სადგურების ჭარბი რაოდენობა, არარეგისტრირებული გადამზიდავება. ჩქარა მიდის, აქ ტექნიკური შიდა უსაფრთხოებაა დაცული და როცა მაღალ სიჩქარეზე გვაქვს საქმე და აი მაღალი სიჩქარის დროს ყველა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა ძალიან ცუდად თავდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, საგზაო შემთხვევების რაოდენობა 2016 წელს წინა წელთან შედარებით 7%-ით გაიზარდა. ავტოსაგზაო ინციდენტებისას დაშავდა 10,000-მდე და დაიღუპა 600-მდე ადამიანი. ცნობია, რამდენი საგზაო შემთხვევა მოხდა საქალაქთაშორისო მგზავრობისას, რადგან მსგავსი სტატისტიკა ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა, როგორც სფეროს სპეციალისტები ვარაუდობენ, მათი წილი ავტოსაგზაო ინციდენტებში საკმაოდ დიდია, რაც რეგულაციების დროული ამოქმედების საჭიროებაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. გამოშვებაშია საერთაშორისო ამბები. თურქეთის ხელისუფლება მას 30 პირისთვის, მათ შორის ფეთჰულა გიულენისთვის, თურქეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სიაში ასევე შევიდნენ ის პირები, რომლებიც თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით 2016 წლის 16 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებას შეეცადნენ. მთავრობის განკარგულების თანახმად აღნიშნულ პირებს თურქეთის მოქალაქეობას ჩამოართმევენ თუ განკარგულების გამოქვეყნებიდან 3 თვის განმავლობაში თურქეთში არ დაბრუნდებიან. ამჟამად ფეთჰულა გიულენი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და 90-იანი წლების ბოლოდან პენსილვანიის შტატში ცხოვრობს. თურქეთის ხელისუფლება მას ბრალს დებს სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიო უფრო სახიფათო გახდა ვიდრე ოდესმე ყოფილა. რუსეთის და ირანის ქმედებების გათვალისწინებით აღნიშნული შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა ატლანტიკურ საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ნატომ უნდა გააგრძელოს განვითარება ძველი და ახალი მოწინააღმდეგების გაძლიერების გათვალისწინებით, რათა დღეს და ხვალ ამ გამოწვევებს დაუპირისპირდეს, განსაკუთრებით ტერორიზმის საფრთხეს. მაიკლ პენსმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ნატოს ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს ასრულებს. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც ევრონიუსმა და პალიტრა ნიუსმა გაავრცელა. ანტარქტიდის სისხლის ჩანჩქერის უძველესი საიდუმლო ამოხსნილია. წითელი ჩანჩქერის მთავარი მიზეზია კლდის ნელი გაჟღენთვა რკინით მდიდარი მლაშეწყლით, რომელიც ჰაერთან კონტაქტისას იჟანგება. წყალი იმდენად მლაშია, რომ რეალურად მარილის ხსნარია. ახლახან გეოლოგებმა საბოლოოდ განსაზღვრეს, თუ საიდან მოედინება ასეთი მლაშე წყალი. ალასკა ფეირბენკსის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა სპეციალური კვლევის შედეგად დაადგინა, რომ წითელი მარილხსნარის ბილიკი სათავეს უმცირე 1,5 მილიონი წლის ასაკის მყინვარის ქვეშ იღებს. ეს აღმოჩენა მკვლევარებს დაეხმარება კიდევ უფრო მეტი შეიტყონ ყინულქვეშა მლაშე ტბის ეკოლოგიის შესახებ, რომელიც არც ისე მკვდარია, როგორც შეიძლება თქვენ წარმოიდგინოთ. ლონდონში ახალი სავარჯიშო დარბაზი გაიხსნა, სადაც ტრადიციული ტრენაჟორების ნაცვლად საწოლებია გამოყენებული. დარბაზი მომხმარებლებს 45 წუთიან ძილს სთავაზობს, კალორიების დაწვის გარანტი, დარბაზის ტემპერატურა, ხოლო კარგი განწყობის მუსიკა და ატმოსფერო. სავარჯიშო დარბაზი გადაღლილ ადამიანებზეა განკუთვნილი, რომლებიც აქტიურ ვარჯიშს ვერ ახერხებენ და გახდომისა და რელაქსაციის ალტერნატიულ გზებს ეძებენ.
გამოშვების დასასრულს დღის სხვა ამბები. კომიქსების მოყვარულებს საქართველოს კინოთეატრებში ახალი მძაფრ-სიუჟეტიანი სათავგადასავლო ფილმის ნახვის შესაძლებლობა აქვთ. პეტი ჯენკინსის ფილმი კომიქსების პირველი ეკრანიზაციაა სუპერგმირ ქალზე, რომლის პრემიერაც საქართველოს კინოთეატრებში მსოფლიო პრემიერამდე ერთი დღით ადრე გაიმართა. ფილმში მთავარ როლს გალ გადოთი ასრულებს. თბილისსა და ქუთაისში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სადისციპლინო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების შეხვედრის ბოლოს მე-80 წუთზე მორაგბეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა არბიტრმა უმცროსი ბოკეს გარემარბ ზან დევიდს წითელი ბარათი უჩვენა. სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა აღნიშნული ინციდენტი და სამხრეთ აფრიკელ მორაგბეს, რომელმაც მეტოქეს დაარტყა, 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. ახლა კი ამიდის პროგნოზის დროა. ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილის აცააძე შეგეცლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგეძლიათ ნახვა ჩვენ საიტზე gurjaani.tv.com, ასევე Facebook-ის გვერდზე მოგზაურობთ ტელეკომპანია გურჯაანი, გვიყურეთ სიუჟეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. ჩვენი გამოშვება კი ამით დასრულდა. ნახვამდის.